არის კიდე ბავშვები? არიან რაც სამი. მოიცა, კიდე ბავშვები არიან მოსახლეში. ძვირფასო მეგობრებო, 1 იანვარს კარერის კულტურის სახლის ეზოში გაიმართა ღონისძიება. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ობოლი ბავშვები. მათ გადაეცათ საახალწლო საჩუქრები თოვლის პაპის მიერ. ღონისძიება გახსნა ქალაქის მერმა ბატონმა კობა როინიშვილმა. ძვირფასო ბავშვებო, მინდა მოგილოცოთ ახალი 1996 წელი. ეს წელი ყოფილიყო ჩვენთვის ბედნიერებისა და სიკეთის მომტანი. დღევანდელი ჩვენი ზეიმი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ბრუნავს საქართველოს პრეზიდენტი და ახლად არჩეული პარლამენტი ობოლი ბავშვების დასახმარებლად. ეხლა ჩვენთან სტუმრად არის თოვლის პაპა, რომელიც გადმოგცემს საჩუქრებს და დაგაჯილდოვებს. მოგილოცავთ ამდენ 1996 წელს ვისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კარგად ყოფნას, თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას. ერთმა დავილოცოთ. მე თქვენთან მომიტანია საჩუქრები, რომელსაც გადმოგცემთ. ჩაგოძინა ახლა თორში კოტრიანო და სიალა კარზე სრაფა უნვაშებში იყინება ხარებ თოლის პაპას ნაჯი ისრახე უყას არ ვიცი აბა რა გითხრა წვისა მიყვარს აგვეყნათ ყველახე ვისაც თუთისაც მაგრამ როგორც კი ჩამოთავს ვითული წუთებს დაწამეთ როდის შემოვა ჩემ სახლში დადის ხემარანი მწვანე ტურფა გულუყვი ძვირფასი ყველასთვის ვისაბაძი ბებიასავით კეთილი ჩემი ლამაზი ნაჯი აბა შერაზგოთ მინდა დიდი სიხარულით მოგილოცოთ ახალი წელი 1996 წელი ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენთვის ეს წელი ბავშვებო და დიდი ილიას სიტყვებით მინდა შევებედრო დედა ღვთისა ეს ქვეყანა შემოხვედრია შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხსა ქრისტეს მადლი გადმოსულიყოს ამ ცის ქვეშეთზე ამ ცაზე და ამ ცის ქვეშეთში ყველა მცხოვრებზე ძველ წელს წაიღოს ყველა უბედურება სიძნელე გაჭირვება სიმარტოვე ახალ წელს კი მოეტანოს თქვენთვის ბედნიერება სიხარული და მინდა ერთი ლექსი შემოგთავაზოთ
ახალი წელი მობრძანდა 996, არ მოგკლებოდეს სამშობლო, ცეკვა სიმღერა თამაში, მოხვალ მობრძანდი წელო ახალო, წინ გაშლილი გაქვს საღალი ვრცელი, შენზე დამყარებს იმეთის მსოფლიო, სწამს რომ იქნები მშვიდობის წელი. მე მინდა დღევანდელი ღონისძიებისთვის ჩვენი რაიონის წარმომადგენლებს დიდი მადლობა გადაუხადო და ეს ენთუზიაზმი არასდროს არ ჩამქრალიყოს, პირიქით უფრო გაძლიერებული იყოს და საერთოდ დღევანდელი დღისთვის მადლობას გიხდით სულ ყველას აქ მობრძანებისათვის და გილოცავთ ბავშვებო 1996 წელს ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს, კარგი ბავშვობის და საერთოდ იმედების წელი ყოფილიყოს ეს 96 წელი. საერთოდ ყველა ობოლ ბავშვს გილოცავთ დღევანდელ დღეს და სულ კარგად და სულ სიხარულით შეხვედროთ ყოველ წელს. დიდი მადლობა ყველაფერს. მე მინდა ქალაქის საკრებულოს გადავუხადო დიდი მადლობა ჩვენი ობოლი პირების პატივისცემისთვის და ასეთი ჩვენ საკრებულოსა მრავალი პატივი ეცეს ობოლი ბავშვებისთვის და ბავშვებო გილოცავთ 1994 წელს კეთილი ყოფილიყოს პირის. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქის მერის მოადგილე ბატონი რამაზ აბაშიშვილი, გამგებლის მრჩეველი ბატონი გია არდემანაშვილი, კულტურის განყოფილების გამგე ბატონი ლერი როენიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.